ქართველები და აფხაზები ერთმანეთის გარეშე ვერ გადავრჩებით. ეს არის კონფლიქტი იმ ძალასთან, რომელსაც შეშურდა ჩვენი ერთად ყოფნა. ქართველების და აფხაზების განშორება საშიშია, რადგან ჩვენ ჭირდებით ერთმანეთს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქართული და აფხაზური ინტელიგენციის წარმომადგენლებს ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ მიმართა. უწმიდესი და უნეტარესი ბათუმში აფხაზეთის ინტელიგენციის წევრებს შეხვდა. სამშობლოს სიყვარულსა და მის მომავალზე მგალობელთა გუნდთან ერთად ამღერებული ქართველები და აფხაზები, მათი მასპინძელი კი საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. საერთოდ ტკივილით გაერთიანებული ქართველები და აფხაზები, ადამიანები, რომლებსაც ენგურს მიღმა ბევრი კარგი მეგობარი და ახლობელი დარჩათ, დღეს ისევ ერთად არიან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით ბათუმში საპატრიარქო რეზიდენციაში შეიკრიბნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რადგან აჭარაში ცხოვრობს აფხაზთა დიდი წარმომადგენლობა, რომლებმაც 2 საუკუნეა გამოიარეს ეს და ჩვენთან ერთად თანაცხოვრობენ, ბევრი ქართულ-აფხაზური ოჯახებია შექმნილი. მე დღეს პატრიარქს მიუმართე და ვუთხარი, რომ სწორედ გასაღები ქართველთა და აფხაზთა დაახლოებისა, ჩატეხილი ხიდის აღდგენისა აჭარაში არის. დღევანდელი შეხვედრაც ამის ნათელი დასწორია. ქართველები და აფხაზები ერთმანეთის გარეშე ვერ გადავრჩებით. ეს არ არის კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის. ეს არის კონფლიქტი იმ ძალასთან, რომელსაც შეშურდა ჩვენი ერთად ყოფნა. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს სიტყვები საქართველოს პატრიარქმა ქართულ და აფხაზ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას წარმოთქვა. განშორება ქართველებსა და აფხაზებს შორის საშიშია ორივესთვის. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. აფხაზიერი ვერ გადარჩება ქართველების გარეთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ აფხაზეთი იყოს, აფხაზები აღარ იყოს. აი მე ესეთი მჭიდრო კავშირი მქონდა და მაქვს ჩრდილო ოსეთთან. მე რომ ვსწავლობდი, სკოლაში ვსწავლობდი, მთელ ჩრდილო ოსეთში არც ერთი ოსური სკოლა არ იყო. სულ რუსული სკოლები იყო. ხოლო აი ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგეთ ჩვენ, რომ საშიში იყოს ჩვენი ერებისთვის. აფხაზეთში გატარებული 11 წელი და ქართველი და აფხაზი ხალხის განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოს პატრიარქმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა. ილია მეორე წლების განმავლობაში აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი იყო. იხსენებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ორ მეგობარ ერთ შორის არასდროს ყოფილა კონფლიქტი და შუღლი. 7 წელი ვიყავი აფხაზეთის მღვდელმსახური, მერე ეპისკოპოსი და 11 წელი ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მე აი ამ 11 წლის მანძილზე არ მახსოვს არც ერთი კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. და მრავალი ნათლული მყავს მე აფხაზი. აფხაზებმა პატრიარქთან დაკავშირებულ ისტორიებთან ერთად ქართველი და აფხაზი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გაიხსენეს. უწმინდესთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ერის სულიერი მოთხარის დახმარებით ურთიერთობის ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი. მე ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა აფხაზისადმი და ყველა ქართველისადმი, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერ გადავრჩებით. გარდა ამისა, დღევანდელი შეკრება, რომელიც პატრიარქთან შედგა, მე ვფიქრობ, სწორედ ასე სიყვარულით, შენდობით, ერთმანეთისადმი პატიებით შეგვიძლია დავუბრუნდეთ ერთმანეთთან. არა ჩვენ დავუბრუნდეთ აფხაზეთში, არამედ ჩვენ დავუბრუნდეთ ერთმანეთთან. ეს საფუძველი ეყრება აი იმ დიდი მეგობრობის კვლავ აღორძინებას, რაიც გაგვაჩნდა ყოველთვის აფხაზებსა და ქართველებს.
მე ასე მიმაჩნია, რომ ეს დიდი დღეებია, დიდი დღეები, ძალიან დიდი დღეები და მე მიხარია, რომ ამ ღონისძიებებში მეც მონაწილეობდი. Ardagi malams რომ ძალიან მინდა რომ მე გავხდე ნათლია ფერიძე. ფერიდი 10 წელია, რაც ლომონოსოვის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. საქართველოში ამჯერად საქართველოს პატრიარქთან შესახვედრად ჩამოვიდა. ოჯახში უკვე ყავს ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომლის ნათლიაც უწმინდესია. ჩვენი მეგობრობის აღსადგენად აფხაზთა და ქართველთა თუმცა აღსასადგენის ჩვენ არაფერი არ გვაქვს, ჩვენ არ დაგვიკარგია ჩვენი მეგობრობა, როგორც თითქმის 200 წლის განმავლობაში მეგობრობდით, ახლაც მეგობრობთ. შერეული ოჯახები გვყავს ყველას, მე რძალი მყავს ქართველი, ხო და უკვე ჩემი ძმისშვილის შვილიც ქართველია, ხაზია და ერთი სიტყვით ასეთი შერეული ოჯახია ძალიან ბევრი. პატრიარქთან შეხვედრას იმ აფხაზი გვარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გუშინ ილია მეურემ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დალოცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შესახვედრად დღეს კიდევ ერთხელ მოვიდნენ ქართულ-აფხაზური ოჯახები, რომლებმაც ჯვრისწერა მხოლოდ წლების შემდეგ გადაწყვიტეს და ცერემონია ილია მეურემ ბათუმში სტუმრობის დროს ჩაატარა.